პატარა. ჩვენთვისაც ესეთი мотиваცია არის ერთგვარი. მე 6 ევრობასკეტი თან ყველა მწყობში, ყველა ფორმაში იცით ჩვენმა ბიჭებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, იქ თოკო, გოგამ, სანდრომ რეკორდები მოხსნეს. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ნაკრები ვართ, რაც კი ყოფილა აქამდე, არ ვიძახი აი ზაზას და იმათ თაობას, მანუს და იმას. Ქვია აი მაგათ მე ალბათ ერთ-ერთი ისე დაბალანსებული ნაკრები არის ჩემი გადმოსახედიდან. და მე პირადად ძალიან ისინი მაქვს პოზიტიური იმედები მაქვს. ფიქრობ რომ დიდი ალბათობით გავალთ, რა თქმა უნდა ღვთისწყალობით. თავარია ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ, ჯანმრთელად გავიაროთ ეს კემპი, რაც გვაქვს ახლა ლატვიაში. და შემდეგ ალბათ უფრო ამხანაგურ თამაშებში გამოჩნდება უკვე კიდე კარგად თუ რა ეტაპზე ვართ, რა დონეზე ვართ, რა შეგვიძლია, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა კითხვა შენ თქვი და არა ხარ ამ ნაკრებისთვის ახალ ბედა მოთამაშე, ძალიან მაგარი სინთეზია, იცი, გამოცდილი ახალგაზრდების და ვეტერანი ასევე ძალიან გამოცლილის და ნაკრების ბირთვს ვინც წარმოადგენენ. აი, რამდენად ხერხდება ამ ყველაფრის, აი, ერთ მექანიზმად მოყვანა. ისე არ არის მარტივი, აი ესე უცებ, რა თქმა უნდა, ერთი ყველა 8-9 თვე სხვადასხვა გუნდში თამაშობთ, ყველა და ესე მოკლე ვადაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისნობთ ერთმანეთს, მაგრამ 8-9 თვე დიდი დრო არის იმისათვის, რომ რაღაცა ჩვენ რიტმში გადავიდეთ, ეს რიტმის შეცვლა, კლუბური ნაკრების, სხვადასხვა ეს ახალი ფორმატი ნაკრების ფორმატი რაც არის აი ეს ფანჯრებად რო არის დაყოფილი, ძალიან გეხმარება, იმიტომ რომ ყოველ 2-3 თვეში ვიკრიბებით და მაინც ისეთი დიდი შვალები არ არის, როგორც ადრე, აი მარტო ზაფხულობით რომ ტარდებოდა ეს შესარჩევები და ჩემპიონატები. ამიტომ რავი ჩვენ მაქსიმალურად ეხლა უკვე დიდი ხანია ერთად ვართ ეს ნაკრები ბირთვიც და აი შენ როგორც თქვი ვის პირს ვეხმარებით ესე ვთქვათ ხო და შევეცდებით მაქსიმალურად ამ ერთ თვეში ეხლა ისეთი ძალიან მოკლე კემპი გვაქვს ისიც როგორ არის აი მე პირადად მთელი ცხოვრება ეგეთ დატვირთვებს ვარ მიჩვეული ანუ ჩემთვის არ იყო უცხო კი რთული არის ილიასთან ორჯერადი ვარჯიშები ვქონდა ხშირად, კვირაში 3-ჯერ ვარჯიშები ვქონდა ძალიან დიდი დატვირთვები, რა თქმა უნდა, იშვიათად ვქონდა ისეთი რაღაც დასვენებები და ისინი, დასვენების დღესაც ახალგაზრდები ვინც იყვნენ, რა თქმა უნდა, მიდიოდნენ და ინდივიდუალური ვარჯიშები უნდა ჩაეტარათ. აქ აი ჭიკიშთან გვაქვს, ესე ვთქვათ, გვაქვს არჩევანი, გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც გვაძლევს არჩევნის საშუალებას, ანუ თუ გინდა დაისვენეთ, თუ გინდათ, ვისაც გინდათ, ჩვენ იქ ვართ, მაგალითად, ანუ დარბაზი ღია არის, მსმენელები იქ არიან, ვისაც რამე ინდივიდუალურად უნდა რამის განვითარება და რაღაც სხვა დონეზე აყვანა, მომზადება, რამე სუსტი მხარეების დახვეწა სიტყვაზე რაღაცა, აი მაგ შემთხვევაში სულ არის ის და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აი ორგანიზმს მოусმინოთ რა, ანუ რა სკორნახოს აი არის დღეები, რომ მაგალითად დასვენება გინდა რა და არის იმის საშუალება რომ თქვა ეს ყველაფერი, ანუ ყავს ესეთი ფიზიოლოგია რომელიც აკონტროლებს ამ ყველაფერს ძალიან კარგად. აი ფილიპზე მაქვს საუბარი ასტენსმელზე, ილიასთან არ მქონდა ეგეთი საშუალება. უნდა მისულიყავი და 100%-ით დასვენების დღესაც აი რაღაცა მობილიზებული უნდა ყოფილიყავი, არ მქონდა ისეთი, აი ძალიან სრული არ ვიძახი რომ ეხა არ უდგები სრული სერიოზულობით, მაგრამ რაღაც იყო, რაღაც თვითონ ილიასი ქმნიდა ამ ესეთ სიტუაციას, რომ აი ყველანი ისეთი ყოფილიყავით რა, აი პოზიტიურად რაღაც დაძაბულები, აი რაღაც მოტივირებულები სულ რა. იცი აი რახამ აი ამ ორ მწვრთნელზე ვსაუბრობთ, იგივე არც თუ ისე დიდი ასე ვთქვათ დრო დაეთმო, ჯიკიც არ ქონია ბევრი თამაში, მაგრამ ჩანს რომ უფრო ჩვენთვის ხელსაყრელ კალათბურთზე აკეთებს ასე ვთქვათ აქცენტს, მეტი შეტევა, მეტი აი პერიმეტრი სხვანაირად იკეტება, რაც აქამდე პრობლემა იყო, აი შენ როგორ უყურებ ამ ყველაფერს? იცი რა, იყო რაღაც გაუმართლებლობის ფაქტორი. აი ჯიკიჩის შემთხვევაში, იმიტომ რომ ცადა დანიასთან პირველ თამაშზე, ცადა რომ აი ეს ახალწეულები ყველა წარმოიდგინე პირველ თამაშზე, ესე ვთქვათ, მაგასაც ესეთი ის სჭირდება რა, რომ აი 12-ვე მოთამაშეს მიცა თამაშის საშუალება, როცა
პირველი თამაში იყო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის გამარჯვებით დაწყება, ხო, როგორც ასეთი, როცა პოზიტიურად იწყებ რაღაც ახალ სამუშაოს და გამარჯვებით, რაღაც უფრო მეტი თავდაჯერებულობა გაქვს, მაგრამ ესე ვთქვათ, გარისკა მიცა ახალგაზრდებს და ახალწეულებს თამაშის საშუალება, ანუ 12-ვე კაცს მიცა როტაციის საშუალება ხო, სამწუხაროდ დავმარცხდით, ვიგებდით იქ 13 ქულას, 14 ქულას, ანუ არ გაგვიმართლა, რა ვიცი, ეთყობა გამოცდილების ხარჯი ბოლოში. მაინც ჩვენც არ გაგვიმართლა რაღაცა, ანუ იყო ისეთი ჩავარდნა შეტევაში და ნუ სამწუხაროდ დავმარცხდით. რის შედეგადაც აი ეს რაღაცა წნეხი გაჩნდა უკვე შემდეგ ფანჯრებზე, აი იმიტომ რომ ფინეთი ძალიან ძლიერი გუნდი არის, თან საშინაო კედლებში ძალიან მაგრად თამაშობენ, აი ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს და ну, ესე ვთქვათ, ბევრი თავისუფლება მოგცა. ჩემი აზრით, აი იმაზე მეტი, ვიდრე უნდა მოეცა, ხო? მაგრამ შემდეგ აი იგზნო ჩვენგან, აი ეს ოლიმპიადის შერჩევის მერე კიდევ რომ მიცეს შანსი, რომ დატოვეს და ესე ვთქვათ, ეს ევროპის კვალიფიკაცია ჩაეტარებინა და ის რაღაც თავდაჯერებულობის გზნობა გაჩნდა ალბათ, ჩვენც უფრო სხვანაირად მიუდექით, უფრო შევთამაშდით, სტილსაც აუღეთ ალღო, იმიტომ რომ ილიასგან განსხვავებით უფრო ის მეტი თავისუფლება გქონდა, შენ როგორც აღნიშნე შეტევაში და ამას თავისი დრო დაჭირდა, რომ ესე ვთქვათ, გადავწყობილიყავით და ესა საბედნიეროდ ესე ვთქვათ, კარგად მოხერხდა ამის გადართვა და ძალიან მნიშვნელოვანი სამი თამაში მოვიგეთ ფინეთთან ის ორი, ნუ პირველი განსაკუთრებით გასვლაზე, იმიტომ რომ ძალიან საჭირო იყო და შემდეგ უკვე აი მაგ ფინეთთან 16 ქულას მარცხდებოდით თუ არ ვცდები და შევძელით თამაშის მოტრიალება, ამან კიდევ უფრო ორმაგი მის მოგვცა мотиваცია, როგორც მწვრთნელს, ასევე მოთამაშეებს, უფრო შევთამაშდით, ეს გამოჩნდა კიდევაც ფინეთთან მეორე თამაში, უკვე თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით ტემპსაც, ასე ვთქვათ, ტაბლოსაც, ყველაფერს. დანიასთან, ესე ვთქვათ, ცოტა დაძაბულობა იყო ბოლო პერიოდში, მაგრამ საბედნიეროდ ღვთისწყალობით და ესე ვთქვათ იღბალით ჩვენს მხარეს იყო და შევძელით მე-6-ჯერ ევრობასკეტზე გასვლა. აი, რამდენჯერმე ახსენე мотиваცია და აუცილებლად უნდა გითხო ჯიკიჩი როგორც мотиваტორი. აი, რითი გამოირჩევა, რას გამოარჩევდი შენ? აი, აქ რაღაცა, აი როგორ თქვა, აი რაღაცა აი ქართული ესე ვთქვათ, აქ რა, ეს რაღაც ესე ვთქვათ, ჟარგონით რო ვთქვათ, აი ჟილკა და ის რაღაც ისეთი არის რა, უფრო აი ეს კაცური ტიპი არის, უფრო აი ქართული საქმე მენტალიტეტი, აი სერბები გვანან ჩვენზე, ხო რა, აი ეს თქო ჯიგარი ტიპი არის, იცის რა დროს როგორ გითხრას, ანუ გიყვიროს, ანუ გიყვიროს ისე არა, რომ აი გიყვიროს, აი გიყვიროს ისე, რომ აი რაღაცა აი ეს ჯიგრული мотиваცია მოგცეს, რომ აი აქ ხარ და მეც აქ ვარ და ხვდები მიდი და ეს ძალიან ისეთი მას ბუსტს გაძლევს რა მოედანზე რა, აი შეუძლია რომ შეცდომას რომ დაუშვებ, შეუძლია რომ ანუ არ გამოგცვალოს, მაგრამ ისეთი ის გითხრას რა, ისეთი შესწორება, კორექტირება, ისე გეჩხუბოს რა, ისეთი იმით მოგაწოდოს, რომ ანუ ხვდები რაღაც ამ წნეხსაც გიხსნის და შენს უფრო გემატება ის, რომ აი ეს ამან ესე მითხრა, ეხა ანუ შანსი მომცა კიდე რაღაცა ესეთი და უფრო რაღაცა უფრო მოტივირებული შედიხარ და უფრო რაღაცა აი გინდა რომ აი დაანახო, რომ აი ეგრე არის. ჯიკიჩმა ერთი ძალიან მაგარი რაღაც თქვა მოსვლისთანავე, როდესაც პირველი პრესკონფერენცია ჰქონდა და ეს ალბათ თქვენთვის იყო პირველ რიგში ეს გასაგონად ნათქვამი, რომ ამ ნაკრებს შეუძლია 4 საუკეთესო ევროპულ გუნდში მოხვედრა. ძალიან მაგარი სიმაღლეზეა თამასა აწეული, მაგრამ რეალობა ესეთია, თუ ჩვენ ყველა მართლა შენი თქმის არ იყოს ჯამთელად იქნება კალათბურთელი, ნაკრებს ეს პოტენციალი ნამდვილად აქვს. რა თქმა უნდა, თუ გავიხსენებთ ისევ ბოლო ევრობასკეტს თბილისში, აი ჩვენთვის ძალიან უიღბლო იყო, იქ თოკო გამოგვაგდა ჰოლანდიასთან, ეს ნუ რა ვიცი, ხა ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო და მაგის მერე კიდევ ნუ იყო რა თქმა უნდა იმედი იმის, რომ კიდევ ზაფხულში გოგა და სანდრო და კიდე ეს ამერიკელი ლეგიონერები ჩამოდიოდნენ და ნუ იქაც არ გაგვიმართლა, იქ გოგა ესე ვთქვათ დაგვემტრა და ნუ უკვე ძალიან რთული იყო ჩვენთვის. და თუმცა მაინც ქონდა შანსი თურქეთის მერე იქ ბულგარეთთან და მონტენეგროსთან, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა და ვერ გავედი ჯგუფიდან, აი ეგ კიდე გვაძლევს ორმაგ мотиваციას, რომ აი წინა ევრობასკეტიდან ეხა აი ყველანი იმით თუ ჯამთელები ვიქნები და ის რომ აი
აი რაღაცა ის წინა შედეგი რაღაც ისე გავაუმჯობესოთ, რომ რაღაც გადავფაროთ ისინი და მეც ძალიან იმიტომ რომ ჩემი აზრით მე არ ვიცი ხა ხუთეული როგორ იქნება წინასწარ და ის, მაგრამ ნუ მონახაზი ხა რომ შევხედოთ როგორი მონახაზი იყო აქამდე, ჩემი აზრით ერთ-ერთი არა საუკეთესო ხუთეული ყავს, აი არა მარტო ჩვენ ჯგუფში, საერთოდ მაგ ევროპის ჩემპიონატზე მე ეგეთი ძლიერი ხუთეული მაგალითად არ მეგულება, ესე ყველა იქ NBA-ის ბიჭები, ხა თოკოც იტალიის ჩემპიონი, იქ გოგა სანდრო რაღაც რეკორდსმენები თავისი საქვთ, ჩემი აზრით დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან თავდაჯერებულები იქნებიან, ჩვენც მაქსიმალურად რა თქმა უნდა ჩვენგან რაც არის საჭირო ეს ენერგია ეს მაქსიმალურად მივაწოდოთ. ვარჯიშებზე ესე ვთქვათ, ჩვენი ტონი შევთავაზოთ, ჩვენი ის რაღაცა ავწიოთ, აი ჩიკიჩი რასაც იძახის. ეს არის მაქსიმალისტი არის, ჩვენს მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა რეალობას არ უნდა გავსდეთ, უნდა დავჩეთ რეალობაში, მაგრამ უნდა ესე ვთქვათ, ეს უნდა დავიჭიროთ, რა ქვია ეს პლანკა ჩვენი ნაკრების რაც არის. კახა, ერთ-ერთი ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ერთ-ერთი იყო ჩვენი ნაკრების კალათბურთელი ფევაძე, რომელმაც განსაკუთრებული რაღაც სიმპათიით ისაუბრა ლეგიონერზე, რომელზეც თქვა, რომ იმდენად მოკრძალებულია, იმდენად აი კარგად შეეწყო გუნდს, იმიტომ რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მაყურებელმა ალბათ ეს არც იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ლეგიონერიც ხდება გუნდის უწყვეტი ნაწილი. აი რამდენად იგრძენით, რომ ლეგიონერში ასე ვთქვათ, ბჭყალებში გავარტყით და ზუსტად ის ვიშოვეთ. ესე ვიტყვი, კი ნამდვილად ესე არის მე არ ვიცი მაგიტორიოზე არ მიყურებია ფილმ რა ელაპარაკა, მაგრამ და ანუ ხვდები ხა ანუ იდეის დონეზე რეებიც ელაპარაკა და აბსოლუტურად აი 100% დავეთანხმები, ეგრე არის. მე გვიგრძენეს ხოდაშორის, როდესაც ტედი ვყავდა, აი რაღაცა უკვე ძალიან იმდენი ხანი იყო უკვე ამ ნაკრებში, რომ რაღაც უკვე ქართული მენტალიტეტი, ანუ რაღაც ეს ქართული სული უკვე მასში იყო და ძალიან იგრძნობოდა უკვე აი არანაირი რაღაც ნეხი არ იყო კომუნიკაციაში, აი ამის თქმა თუ გჭირდებოდა კითხვა ან რაღაცა, აი ნუ არ არსებობდა, რომ აი უკვე რაღაც უკვე ქართული მენტალიტეტი უკვე აყოლილი ქონდა ჩვენგან. და კამარს რაც შეეხება ესე თქვა, აი ნუ პირველი დღიდან ისეთი და ისი აი რო უყურებ ადამიანს მოთამაშე ყველა მოთამაშეს რაღაც თავისი ენერგია აქვს. ისეთი დადებითი და ისეთი პოზიტიური ენერგიით შემოვიდა ნაკრებში აი პირველივე დღიდან, აი რო ჩამოვედი და აი ლანჩზე რო ჩამოვიდა და რო გავიცანით, აი ნუ აი ეგრევე ეტყობოდა, რომ აი მე მანდაც თქვი ბიჭებს უთხარი, რომ ჩვენიანია თქო რა, უკვე ეტყობა თქო რა და ნუ აი ფინეთთან თამაშზე აი როგორ თამაშობდა, როგორ იღებდა ამ იმას ემოციურად, ან ჩვენ იმას რო ხედავდა, როგორ ჩვენ გამიცდიდით, როგორ გვინდოდა მოგება ისა, თვითონ უკვე მერეც თვითონაც უკვე შემოვიდა ესე ვთქვათ ჩვენ იმაში, რა ქვია, ამ გუნდურ ქიმიაში და იმაში და ძალიან მაგრად, აი ეტყობოდა უკვე თვითონაც რომ უნდა დარჩენა ჩვენთან, ისე მოეწონა, აი ფინეთთან ორი თამაში რომ მოვიგეთ, თან ესე ვთქვათ გაუმართლა, ანუ იმ შემთხვევაში, რომ ჩვენს გავგიმართლა მასაც, რომ ესე ვთქვათ, ეს ფინეთთან ორი ისეთი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, რომ ეს ასე ვთქვათ, ფუნდამენტალურ დონეზე, ანუ კარგად გამოვიდა რა, ისეთი ფუნდამენტი ჩაედო ამ იმას, რა ქვია, მის დამატებას ჩვენ ნაკრებში, რომ ასე ვთქვათ, ძალიან ისე გაგრძელდა მერე შემდეგ იმაში, რა ქვია. აუცილებლად უნდა კითხო აი ლიდერებზე. რამდენიმე ლიდერი ყავს აშკარად ნაკრებში. ეს კარგია თუ ხანდახან ხელი შემშველიცა თუ უკვე იმდენად პროფესიონალებთან გვაქვს საქმე, რომ ეს ასე ვთქვათ, პირიქით კი არ უშლის, ეხმარება ჩვენს გუნდს და რაღაცნაირად ყველა ერთმანეთს უსვენს. არის ეს მომენტი? იცი რა, არის ესეთი მომენტები, რომ რაღაცა ყველა ძალიან რთული არის 12 როგორც ეხლა ჩემი სიტყვები არ არის 12 მოთამაშე, 12 განსხვავებული აზრი. იქ მწვრთნელები თავის შეხედულებებით რა თქმა უნდა ძალიან რთული არის ესე ერთი იდეაში მაგიტო არის ეს კემპები და მაგიტო ქონდა ილიასის დიდი კემპები რომ აი ეს იმათი და ჩვენი ეს შერწყმა მომხდა უფრო დიდი დრო ქონოდა აი შერწყმისთვის ხო მაგრამ ამ ჯიკიშთან ისეთი სიტუაცია არის ისეთი ასე ვთქვათ ლაითი სიტუაცია არის მაგ ხრივ რომ გვაქვს საშუალება გასვლის უფრო მეტი დრო გვაქვს ერთმანეთთან ესე იგი კომუნიკაციის საუბრის
და ეს მგონია რომ ეს მუშაობს არ არის მარტივი იმიტომ რომ მაინც ისეთი დონის მოთამაშეებზე გვაქვს საუბარი როგორც თოკო გოგა სანდრო ხა კამალიც ევროლიგა შერმო ხო და ნუ რთული არის მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ და ესე ვიტყვი რომ აი წელს მჯერა ამ ევრობასკეტზე რომ აი ეს მოხდება მაქსიმალური შერწყმა იმის და ესე ვთქვათ რომ ყველანი ერთ იმაზე ვიყოთ დონეზე და ეს საკალათბურთო ქიმია რაც ქვია რომ აი მაქსიმალურად ვუგებდეთ თავარია რა თქმა უნდა მოედანზე ჩამოგვიყალიბდეს ეს და მაქსიმალურად გავუგოთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა გავითავისოთ როლები ყველამ ჩვენი როლი გავითავისოთ და ნუ ვიცოდეთ სად არის ჩვენი პლუსები სად არის ჩვენი მინუსები და მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ პირველ რიგში რაც მინიმუმი არის ჯგუფიდან გავიდეთ, შემდეგ უკვე თითო თამაში არის, მანდ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ნახოთ ღვთისყალობით მე ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ნაკრების, რა ვიცი, არ ვიცი წინასწარ ვინ წამოვა, როგორ იქნება, რანაირად იქნება, მაგრამ ძალიან მჯერა. ლიდერებზე ვსაუბრობდით და ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი წევრი დაამთავრებს კარიერას ამ ევრობასკეტის შემდეგ და ეგ ამდენი წელია ერთად თამაშობთ და ეგ როგორი განწყობა არის გუნდში, როგორ ხედავთ შერმადინის წასვლას გუნდიდან? ანუ გიო არის ამ ნაკრების გამოყოფილი ნაწილი, არა მარტო ამ ნაკრების ეხლა რაც არის, არამედ რა ვიცი, ყველა თაობის ალბათ ჩვენი შერმინატორი ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა მე პირადად მინდა მადლობა გადაუხადო მას ყველა იმ თამაშისთვის, იმ ემოციებისთვის, იმ ენერგიისთვის, რაც ჩადო საქართველოს ნაკრებში. დასანანია რომ მიდის, მაგრამ დრო არის გიომ თავისი სიტყვა და სიტყვები თქვა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრჯერ და ამას ორი აზრი არ არსებობს ამაში. მინდა ესე კამერით მადლობა გადაუხადო გიოს იმ შრომისთვის, იმისთვის, იმ ენერგიისთვის. რაც გააკეთა, რაც ჩადო საქართველოს ნაკრებში და აი საქართველოს მაისურით რაც მან გააკეთა. და მაქსიმალურად შევესწრებით რომ გავახაროთ ესე ვთქვათ, ისე გავუშვათ ნაკრებიდან რომ აი ეს რაღაცა აი ძალიან დიდი ისეთი ენერგია, ისეთ წარმატებას მივახციოთ ამ ევრობასკეტზე რომ აი ესე ძალიან დიდი ხანი გაყვეს მას კარიერის ბოლომდეც და ესე ვთქვათ თავისი ამ საკალათბურთო მოღვაწეობის ბოლომდეც. შერმადინის შემდეგ ყოველ შემთხვევაში ჩემი სპორტული ჟურნალისტიკის გარემო, რაც სპორტულ ჟურნალისტიკაში ვარ, მას შემდეგ პასუხარ შენ ყველა ევრობასკეტზე და ყველა სანაკრებო შეკრებაზე მუდმივად თამაშობ და არ ვიცი, მე არ ვითვლიდი, როგორც აღმოჩნდა არ შენ არ ითვლიდი შენ სანაკრებო გამოსვლებს და როგორია რა ეგ რა შეუცვლელი მოთამაშე რო ხარ ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი რა როცა პარკეტზე გამოდიხარ და იცი რომ აი ამდენი ხანი შეუცვლელი ხარ და გათამაშებენ და გაძლევენ დროს მე მგონი მაგაზე დიდი ბედნიერება კალათბურთელისთვის არ არის თან საქართველოს ნაკრების მაისურით რა თქმა უნდა ეს პირველი სიტყვები არა და მეც არ ვარ პირველი ვინც ეს თქვა რომ ეს ნაკრებში თამაში არის ნუ ყველას ოცნება განსაკუთრებით საქართველოში ნაკრებს ისეთი სტატუსი აქვს ნაკრებს, რომ აი ყველა მოთამაშეს უნდა აი ნაკრებში თამაში, აი ნაკრებში მოხვედრა და მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ დღემდე ისეთი ემოციები მაქვს, რომ აი ყველა შეკრებაზე და ყველა იმაზე ისე მივდივარ, აი თითქოს აი პირველად მივდივარ და რაღაცა ძალიან დიდ ემოციებთან არის ჩემთან დაკავშირებული, ჩემი ისტორიიდან გამომდინარე. და შე როგორც თქვი აი როგორი არის ეს ნაკრებში თამაში და შეუსვლელ ყოფნა, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. ანუ ეს არ გაძლევს მოდუნების საშუალებას პირიქით, ანუ ეს არის იმის სიგნალი და იმის ნიშანი, რომ შენ კიდევ უფრო მეტი იმუშაო შენ თავზე და არა მარტო შენ თავზე, აი გუნდელებზე. აი მაგალითად აი სანაკრებო შეკრება რომ მოდის, აი მაგალითად რომ იცი რომ აი შეუცვლელი ხარ და აი დიდი ალბათობით მოხვდები ნაკრებში, ანუ არ აძლევ შენ თავს მოდუნების საშუალებას და ეს უფრო სუჩართული ხარ კალათბურთში, იმიტომ რომ აი ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, თან როდესაც გრძნობ სტაფისგან და მოთამაშეებისგან დობას. ეს კიდე ცალკე არის, როდესაც შენ მოედანზე გააქვს თამაშის საშუალება და გრძნობ მოთამაშეებისგან, კაპიტნისგან და ისეთი მოთამაშეებისგან, აი ვინც ახლა ჩვენ ნაკრებში არის, ნდობას.
და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის და ვცდილობ რომ ესე ვთქვათ ეს მაქსიმალურად არავის ესე იმედები არ გაუცრუო და პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ მისაც ჩემი იმედი აქვს. კახა ყველა კალათბურთელს, ყველა სპორტსმენს აქვს თამაში, რომელსაც კარიერაში არასოდეს არ დაივიწყებს. რომელია კახა ჯინჯარაძისთვის ესეთი თამაში, აი რომელია შენთვის აი ტოპ თამაში? რა თქმა უნდა, ეხა ცოტა ბანალური ვიქნები მაგ შემთხვევაში, ვიტყვი ჩემს 2016-ში პირველად რო გამომიძახის ნაკრებში და ალბანეთთან ვითამაშე პირველი თამაში, ნაკრების მაისურით, მაგ ემოციებს ეხა რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, წონა არ აქვს, მაგრამ ვიტყოდი რომ სლოვენიასთან. მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვენიასთან ალბათ ყველაზე ისეთი დასამახსოვრებელი. ახსოვს დონჩიჩს რამდენჯერმე შეეჯახე პირისპირ. კი, მომიწია, მაგაზე ძალიან დიდხანს მთელი სბორი და კემპი და ასე ვთქვათ, მუშაობდით, მაგაზე რომ რა თქმა უნდა მე მომიწევდა დონჩიჩის დაჭერა. და იყო ერთი მომენტი, არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, კაპოვერდესთან როდესაც პირველი თამაში ვითამაშეთ, მე ვიყავი ერთ-ერთი მოთამაშე, ვისაც არ ქონდა ქულა. პირველ ესე ისტორიულ თამაშში მსოფლიო ჩემპიონატზე და ძალიან ისეთი მიუხედავად იმისა, რომ გავიმარჯვეთ, შინაგანად მქონდა ისეთი ის, რომ აი ყველამ შეძლო პირველ თამაშზე ქულის აღება და მე ვერ შევძელი, ძალიან ისეთი მქონდა, მთელი საღამო, მთელი ღამე მაგაზე ვფიქრობდი, მაგრამ ბოლოს ისეთი აზრებით წავედი დასაძინებლად, რომ თუ ეხა სიტყვაზე მეთქი, ეხა მე სლოვენიასთან რაღაც დონეზე თამაში გამომივიდა თქო, ოკეი თქო, კაი თქო რა, ამას გავატარებ თქო და ვივიწყებ თქო, რომ პირველ თამაშზე მარტო ვერ შევძელი თქო თამაში თქო და რა ვიცი, ღვთისმსხალობით ისე მოხდა, რომ რა ვიცი, ტოპ ჩვენში, ხო მეორე ადგილზე ვიყავი სკოლერებში სანდროს მერე და ისეთი რაღაც 100%-იანი შედეგი დავდე, დავმარცხეთ რასთა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ისეთი დასამახსოვრებელი თამაში ალბათ ეგ იყო რა. და ბოლოს აუცილებლად უნდა კითხო, შენთან ერთად უნდა ყოფილიყო ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ გამოცდილებზე, ახალ ბედებზე და ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი და ახალ ბედა კალათბურთელი, რომელიც აგვიანებს, მაგრამ შენ გაგიშვებთ და მასთან გავაგრძელებთ საუბრას. უბრალოდ მაინტერესებს შენი თვალით დანახული ლუკა მაზიაშვილი და რას უსურვებდი მას? ასე რომელიც აგვიანებს და რომელიც იყო ჩემი გუნდელი. საქართველოს ჩემპიონატში ლუკა ძალიან მიყვარს, ძალიან ისეთი პოზიტიური ბიჭი არის, ენერგიული, ძალიან ნიჭიერი დასთავარია, ჩემი აზრით, ძალიან ნიჭიერი არის, უბრალოდ ჭირდება ესე ვთქვათ მიმართულება, მაგრამ ჯერ ისეთი ასაკი აქვს, რომ შეუძლია ეს რაღაც სიგიჟეები აკეთოს, მაგრამ იმედია, რომ დალაგდება და მჯერა რომ დალაგდება, ნაკრების მიცემს მაგის საშუალებას, იმიტომ რომ უკვე არაერთხელ ხვდება გაფართოებულ სიაში, მწვრთნელებსაც და სტაფის წევრებსაც აქვთ მაგის მიმართ სიმპათიები, ჩვენს როგორც მოთამაშეებს. ოლიმპიადის შესაძლებლობა ჩემთან ერთად იყო ოთახში ლუკას, კარგად ვიცნობ და რა ვიცი, მინდა ეხა ჩემს მერე მოვა, მაინტერესებს რეალს ლაპარაკებს უყურებ მერე. მინდა რომ წარმატებები უსურვო ამ კემზე. იმედია მაქსიმალურად გამოვავლენს თავის პოტენციალს, თავის შესაძლებლობებს. ჯანმრთელობას უსურვებ, რაც თავარია. მალე შევხვდებით. რა გამოარჩევს მას? როგორ? მისი აი და მახასიათებელი, აი თამაშის დროს რა მოგწონს შენ? რა მომწონს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია, რომ რაღაცა ისეთი გიჟური გააკეთოს, რაც როგორ თქვა, ერთდროულად გაგაკვირვებს და გაგაოცებს რა, ის რა პოზიტიურად ისეთი რაღაცა შეუძლია გააკეთოს, რომ ისეთი მომენტი არის რა, რას აკეთებს და ვაუ, ბოლოში ეს აქ ლუკას ეს კონტრასტი აქვს ძალიან ისეთი და ესე ვთქვათ სასიამოვნო საყურებელი არის, იმიტომ რომ მიყურებია მაზიზე როგორც ულშემატკივარს და როგორც გუნდელს, იქვე მყოფ მოედანზე მოთამაშეს. და ეს გიჟური რაღაცეები აქვს ძალიან მაგარი. მადლობა პირველ რიგში მოსვლისთვის და ძალიან საინტერესო დახასიათება დატოვა კახამ შენთან დაკავშირებით. ძალიან არაორდინალური ისეთი მოთამაშის სტატუსი მოგანიჭა, რომელზეც არავინ არ იცის რას მოიფიქრებ და რამდენად მოულოდნელი და მართლა გიჟური იქნება შენი გადაწყვეტილება. აი საიდან მოდის ეს ყველაფერი? ალბათ არ ვიცი. სულ ეგრე ვიყავი, მაგრამ იქ რამდენადაც კარგი არის, რამდენადაც ამოდროულად შეიძლება ცუდიც იყოს. თუ
მით უმეტეს ეხლა თუ თამაშს შეეხო კონკრეტულად. მით უმეტეს ჩემი პოზიციისთვის და რა ვიცი, რაღაც მომენტებში ეგ ჭრის ხოლმე, რომ კარგია, შეიძლება ძალიან კარგი რაღაც გამომიგდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მირჩენია, რომ ეგ უკეთესობისკენ შევცვალო და უფრო სტაბილურობაში ვიყო, ვიდრე აი, ეგრე ვიყო რა, მაგრამ ხო, მაგასაც აქვს თავის პლუსები ნამდვილად. თუმცა შენ ამპლუას ეგ ჩემი პირადი აზრია, უხდება კიდევაც გიჟობა, არაორდინალურობა, რაღაც ჩარჩოებიდან გადასვლა. ალბათ, კი, ნამდვილად, უბრალოდ აი არის ხოლმე მომენტები, როდესაც ეგ სიტყვაზე არ არის საჭირო. ან თუ არ გაამართლა პროცედურისკენ წახვალ, ვიდრე კარგისკენ. მაგრამ ხო, რაღაც მომენტებში შეიძლება პირიქით მომგებიანი აღმოჩნდეს თქვენ თამაშისთვის. სხვათა შორის შენი ამპლუის მოთამაშეებიდან ქართველები რო ავიღოთ, ძალიან ცოტა მახსენდება ისეთი აი არაორდინალურად მოაზროვნე. ერთზე ვიტყვი რომ ჩემი მეგობარიცაა და ძალიან მიხარია რომ ის ნაკრებში დიდი ხნის განმავლობაში იყო. როგორც ჩანს შენ მოდიხარ ახლა ასეთი არაორდინალური და განსხვავებული სტილით. აი შენ ვის გამოარჩევდი ჯერ ქართულ კალათბურთში, მე შენ ამპლუაში ვინ არის შენი ასე ვთქვათ საყვარელი კალათბურთელი? ესეთი აი არ ვიცი მე მადლობა რომ ესე დატოვა კახავდა თქვენს ესე ფიქრობთ, მაგრამ აი თქვათ ეგეთი ის არ მგონია რომ ეხა ეგეთი ის რაღაცა მაიკ ჯეიმსი ვით არა ორდინალურით რაღაც ვარ, მაგრამ ქართველებიდან დაახლოებით ეგეთი ვინ იყო, არ ვიცი. არ ვიცი კონკრეტულად ეგეთი ვინ იყო, მაგრამ თქვენ ვიზე მეუბნებოდეს? მე მაინც ცინცაძეს ხო, მაგრამ ეხა ეგრეც არ ყოფილა, იმიტომ რომ ის მაინც სუწყნარად და ისე თამაშობდა ასეც და ისეც რა. კი, მაგრამ პასების არაორდინალურობა. ეგ უბრალოდ ეგ ნიჭი აქ და ქონდა და მაგას მაინც იზავდა ასეც და ისეც რა და დანარჩენი ხო არ ვიცი, რავი, ეხა ანუ შენ ჯეიმსისავით ცოტა ფეთქებადიც ხარ, ის გინდა თქვა? აი ალბათ მე პირველი ეგ ადამიანი მახსენდება ეგეთ არაორდინალურობაზე თუ ლაპარაკობთ რა, მაგრამ ის ბევრად მაღალ დონეზე თამაშობს ეხა ვიდრე მე და იმას შეიძლება უფრო მეტის უფლებაც აქვს და მე შეიძლება ეგ ამის გამოხატულების უფლება არ მქონდეს რაღაც მომენტებში და ეს ნორმალურია ძალიან რა. ასე რომ მაგიტომ უფრო მეტად იმაზე მინდა რომ ვივარჯიშო პირიქით რომ დაუწყრარდე ვიდრე აი ეს განვავითარო ჩემი ვიცოს ეს არაორდინალურობა. ლუკა აუცილებლად უნდა კითხო ამბიციაზე. დღეს ამბიციის გარეშე არაფერი არ გამოდის თანამედროვე სპორტში. შენ ამბობ რაღაცა უნდა მოვთოკო რა, მაგრამ ეს ამბიცია ყოველთვის წინ უნდა იყოს. აი თვლი თუ არა რომ ეს ამბიცია უნდა განავითარო რომ შენ თქვი რომ მაღალ დონეზეა, რომ შენც მიხვიდე იმ მაღალ დონეზე, იმიტომ რომ როგორც გამოჩნდა იგივე გარშემომყოფი ჩვენი მოთამაშეებისგან ხელმისაწვდომ ასე ვთქვათ სიშორეზეა ის NBA-ც ის ტოპ ევროლიგაც, აი ეს მიმართულება თუ არის შენში? კი, გეთანხმები, ამბიცია აუცილებელი არის, მაგრამ ეს ამბიციაც რეალური უნდა იყოს რა. და აი თუ სიტყვაზე ვიძახი ეს რაღაცა არაორდინალურობა არის შენი პლუსი, მაშინ მაგ მხრივ უნდა განვითარდე, მაგრამ უნდა ისწავლო უბრალოდ ამის სწორ მომენტში და სწორ დროს გამოყენება რა. რაც ანუ უკან არ დაგხევს და პირიქით წინ დაგხევს და კი ძალიან რეალური არის, რა ვიცი, ნებისმიერ დონეზე თამაში, ალბათ თუ უბრალოდ სწორ დროს მიიღებ ხოლმე ალბათ სწორ გადაწყვეტილებებს რა კარიერულ თვალსაზრისით და რა ვიცი, ხო, ამბიცია უნდა გქონდეს ნამდვილად, ოღონდ რეალობასთან შესაბამისი და სწორი გზით უნდა განვითარდე ჩემი აზრით, რომ უფრო მეტად პროდუქტიული იყო რა. აი ამ ამბიციის ერთ-ერთი მთავარი საზრდო არის ის 16 უკვე გაფართოებულ შემადგენლობაში შენი მოხვედრა, ძალიან ძლიერი შემადგენლობა. ერთ-ერთი საუკეთესო თუ არ ჩავთვლით, როდესაც პირველ ევროპაზე გავიდა, სადაც მარკოიშვილიც იყო, ბოისა იყო, რა თქმა უნდა, ვლადიმერი და აი მართლა ფაჩულია მთელი თანავარსკვლავით. ერთ-ერთი ყველაზე კარგი შემადგენლობა ყავს, აი აქ როდესაც ხარ. არის თუ არა ეს ამბიციის სწორედ დასაწყისი? რა თქმა უნდა არის, ანუ სულ რომ თამაში არ მოგიწიოს საერთოდ განაცხადშიც არ მოხვდე, უკვე 16 კაცში მოხვედრა და ერთიან კემპზე წასვლა. ესეთი მნიშვნელოვანი ტურნირისთვის, როგორც ევრობასკეტი არის, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და უკვე ყველანაირად სერიოზულად უნდა მიუდგე მაგ ამბავს, იმიტომ რომ რა პირველ რიგში ამ ქვეყნისთვის არის ეს და რაც დახმარება დაჭირდეს ქვეყანას მაგ ამბავში და დაეხმარ ყველა ვარიანტში. დანარჩენ შემადგენლობაზე კი ნამდვილად თან ისეთ ასაკში არის ახლა ყველა ჩვენი მთავარი წამყვანი მოთამაშეები, ნებიც ყავს გოგა სანდრო, თოლკო რა ვიცი, შენ მოგიწო და ასაკში, მაგრამ მაგის გამოცდილება ბევრს ნიშნავს, რომ აი უკვე ისეთი ასაკი აქვს, რომ გამოცდილებაც საკმარისი აქვს, რა ვიცი, გოგასაც, სანდროსაც და უკვე ნათამაშებიც აქვს და კი ნამდვილად მეც ვთვლი, რომ
მაგ პოზიციებზე ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ვართ ნამდვილად, ასე რომ წესით ამბიცია ნამდვილად უნდა გქონდეს. აუცილებლად უნდა კითხო ერთთვიანი კემპია სამ ქვეყანაში გაივლით და ბოლოს გადახვალთ კვიპროსზე. აი შენ პირადად რამდენად მზად ხარ, რომ იცი რომ იოლი არ იქნება 12-ში მოხვედრა, რომ ყველაფერი გაიღო და შენი დაამტკიცო და ჯიკიც დაუმტკიცო, რომ შეხარ ღირსი იყო 12 საუკეთესო. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ნუ ყველა მოთამაშეს არ აქვს ასე უნდა თქვას ახლა რაც უნდა უყვარდეს თუნდაც სპორტი და თუნდაც გულშემატკივრებას, ნუ ყველას მაინც უნდა რა თქმა უნდა 12 კაცში მოხვედრა, ხო? მაგრამ პირველ რიგში ალბათ ის უნდა გავაკეთო მე პირადად ყველამ, რაც იმ მომენტში არის საჭირო, მაგალითად გუნდისთვის, რა თუ გუნდისთვის არის საჭირო სიტყვაზე რაღაცა არ მოხვედრა თუნდაც, რავი, ეგეც ნორმალური არის, იმიტომ რომ მაგით დაეხმარები კონკრეტულად მაგ ჩემპიონატისთვის გუნდს და დანარჩენი უნდა ვცადო ჩემი აზრით მე და ყველამაც, რომ უბრალოდ ის მიცეს მწვრთნელს მაშინ, რასაც კონკრეტულად ითხოვს და აი თუნდაც ეს ჩემი არორდინალობას თუ რაღაცა არ ითხოვს და არ არის საჭირო, ნუ ზედმეტი იქნება ჩემგან და მაგ მხრივ არ უნდა ვიფიქრო კონკრეტულად აი რა ჭირდება და რას ითხოვს ან ჩემგან ან გუნდისგან ან მე როცა შეიძლება მოედანზე ვარ მაგ მომენტში. გახსოვს ის პირველი ემოცია, როდესაც ნაკრებში გამოგიძახეს და აი რას ნიშნავდა ეს? იყო თუ არა რომ პირველი ეტაპი შენი რაღაც კარიერის უკვე მიღწეულია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაჭირდე. კი, რა თქმა უნდა არის, ნუ ყველა მოთამაშეს ბავშვებსაც რო კითხო და ნუ ყველა საქართველოში მის თამაშობენ ნებისმიერ ქვეყანაში ეროვნულ ნაკრებში მოხვედა არის მაინც ალბათ პირველი რაღაცა რაც ძალიან დასამახსოვრებელია და რაც პირველი ესეთი სერიოზული წარმატება არის რა ძალიან დადებით რავი ძალიან გამიხარდა მე ხარ რომ მოვხვდი ნუ სანამ 12 კაცში მოვხვდებოდი როცა ვიყავი მანამდეც გაფართოვებაში ვიყავი და ეს გამოძახებაც იყო პირველ რიგში ახალი რაღაც და უკვე რაღაცა იმის ფიქრი რომ რაღაც სერიოზულ დონეზე მაინც შეგიძლია თამაში მაგამდე თუ მიხვედი ასე რომ ხო უმაგრესი გზნობა არის რა. კახამ ძალიან საინტერესო და ასე ვთქვათ დაახასიათა ჩვენი ნაკრები. ეს ფორმაცია 2011-ის შენ არ გემახსოვრება, თუმცა ფაქტია რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პერსპექტიული ფორმაციის ნაკრები. შენ ახსენე რომ ყველა საუკეთესო ფორმაშია, ყველას კარგი სეზონი ქონდა. აი შენ როგორ დაახასიათებდი ამ ნაკრების ძლიერ მხარეებს? აი რა არის ამ ნაკრების მთავარი სიძლიერე? ნუ ყველამ ვიცით ახლა ამ ნაკრების ძლიერი მხარე პოზიციურად თუ ვიტყვით, თუ არის ჩვენი უპირატესობა მაღალი მოთამაშეები, მაღალი გამოცდილი მოთამაშეები და ნუ მაგ მხრივ სულ ვითარდებით. და აი უბრალოდ ჩვენზე და უფრო აი გარდებზე ისე დამოკიდეთ, ჩვენს თუ ამაში უფრო მეტად ხელს შეუწყობთ და უფრო მეტად მაგ ასპექტსაც გამავითარებთ, რა თქმა უნდა ძალიან დავეხმარებით ნაკრებსაც, მოთამაშეებსაც და ყველას, მაგრამ ახლა ჩვენი ძირითადი პლუსი ჩვენს გარდა ევროპელებმაც და ყველამ იციან, რომ ყველამ იცის, რომ არის ნუ აღალი მოთამაშეები და ფარის ქვემოთ თამაში რა. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი ფსიქოლოგიურ მზადებას. ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბრეთ ჯიკიჩი, რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია ამ ფსიქოლოგიური მომზადების დროს. აი პირად ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზეც უნდა კითხო. ასაკიდან გამომდინარეც ძალიან დიდი კარიერა გაქვს წინ. ხარ თუ არა ფსიქოლოგიურადაც მზად მოხვდეთ 12 კაცში და იგივე ხარ თუ არა მზად რომ ამ უარი შემთხვევაშიც ვერ მოხვედრის შემთხვევაშიც პირიქით უფრო მეტი мотиваციით დაიწყო მზადება. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი ჩემი აზრით, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში პირველად მენტალური მდგომარეობაა მნიშვნელოვანი. ჯერ მანდ უნდა იყოს ძლიერად და ნუ შემდეგ მაგასაც უნდა შეხედო ცოტა სწორად ჩემი აზრით რა, იმ მომენტში რომ ანუ არ უნდა კონდეს მაგას უარყოფითი, ან მაგისთვის მაგით უნდა იყო მზად რომ მანდ რო ხარ უბრალოდ აი იმ მომენტში ისიც შეგიძლია რომ დაეხმარო გუნდ, თუნდაც სკამზე ჯდომა იყოს ან რაც ან მაგ მხრიდან უნდა შეხედო რომ მანდ განვითარდე თუნდაც. რომ აი სიტყვაზე მაგაზე უარყოფითი რეაქცია არ კონდეს, რომ შემდეგ გამოძახებაზე მაგან უკან არ დაგხიოს თუ ვერ მოხვდი სიტყვაზე. ასე რომ პირიქით ჩემი აზრით ჯერ მენტალურად მაგისთვის მზად უნდა წახვიდე ამ ერთთვიან შეკრებაზე და შემდეგ ეგრე ძალიან არ უნდა დაგაზიანოს მაგან თუ სწორი მხრივ შეხედავთ, შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად, რა თქმა უნდა, არ არის ასე ამონო მისაღები ხო, მაგრამ გააჩნია რა მხრიდან შეხედავ რა ჩემი აზრით მაგ ამბავს.
აუცილებლად უნდა კითხო ჯგუფზეც. მე მგონი ეს ის ჯგუფია, რომლის დაძლევაც ჩვენს ნაკრებს ნამდვილად შეუძლია. ეს შენ როგორ უყურებ კენჭისყრის შედეგებს და უკვე პერსპექტივას? აი მე და პოზიტიურად ვარ ამის გაწყობი, რომ შეგვიძლია, მოგვიგია მსგავსი ნაკრებებისთვის ბევრჯერ. და როგორც თქვი, აი ისეთი შემადგენლობა ყავს ახლა, თან ლეგიონერი ძალიან მაგრა შეერწყა გუნდს ყველაფერი, ანუ რეალურია რა, ანუ ის სპორტია ვერ იტყვი, შეიძლება იმასთან წააგო, არ ვიცი. ძალიან დაბალი დონის გუნდთან შენთან შედარებით, მაგრამ რავი, ჩემი აზრით ძალიან რეალურია, ძალიან პოზიტიური შანსებით უნდა ვიყოთ ყველა განწყობილი, მაგ კონკრეტული რაღაც თამაშების მიმართ, რომელსაც კენჭისყრა შეიძლება დაჭირდეს მოვიგებთ თუ წავაგებთ რა. აუცილებლად უნდა კითხო, აი ალბათ გიფიქრია კიდევაც, აი შენს მომავალს, შენს ფიქრებში სად ხედავ და როგორ ხედავ? აი არ ვიცი, აი იყო პერიოდი, როდესაც ხედავდი ხოლმე შუთ შოუს ჩემ თავს თუ რაღაც და მე რატომღაც მივხვდი, რომ ჯობია რომ ჯერ ახლოს ვიფიქრო რაღაცეებზე და ნუ მე რეალობასთან დაკავშირებით რეალობას როგორც მოიტანს იმის მიხედვით შეიძლება სწორი გადაწყვეტილება მიიღო და რო გითხრათ ახლა სადღაც რაღაც ესე ნუ ოცნება ყველა გალაგბურთელს რო გითხოთ თითქმის ერთნაირი აქვს რა ახლა NBA-ში თამაში ან ყველა საერთოდ და ეს ძალიან ნორმალური არის მაგრამ ბოლო პერიოდებში მივხვდი რომ უფრო ჯობია რომ ასე პატარა მიზნებს უფრო რეალურ მიზნების მიღწევაზე უფრო ვიფიქრო ვიდრე და მაქედან გამომდინარე მე რაღაცა დიდზე ვიდრე ჯერ თავიდანვე რაღაც დიდზე სად ხედავ რავი ხა ეს რო კითხო ყველა გეტყვის რომ ან NBA-ში ხედავ ან ევროლიგაში ხედავ რა თქმა უნდა ესე რომ ხო მადმეც ალბათ კვიპროსზე იქნები ალბათ ნაკრებთან ერთად და უგულშემატკივრებ აი ხო ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი. კვიპროსზე ბევრი ქართველიც ცხოვრობს, იცი, ჩასვლა შედარებით იოლი. აი, რას ეტყოდი გულშემატკივარს და რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი უკვე იქ უცხო მიწაზე, როდესაც მათი ხმა გესმის. ნუ ძალიან მნიშვნელოვანი არის, სულ არაფერი სულ ხუთი კაცი ყოფილვარ მეც ჩემ პერიოდში, როდესაც მეც ყოფილვარ ნაკრებში, ისე ყოფილა რომ სადღაც ქონია თამაში ან ესპანეთში, ან სადღაც არ ვიცი და ნუ ხუთი ადამიანი მჯდა რა ქართველი და ეს ხუთიც რო ხედავ რომ ზის რო ხუთი ადამიანი არის, ეგეც უკვე ძალიან დიდ мотиваციას გაძლევს და ნუ უცხო ქვეყანაში ხა ევრობასკეტზე თან როგორც თქვით რომ კვიპროსში ბევრი ქართველი ცხოვრობს და მართლაც არ არის რთული ხა ფრენა არ არის ეგეთი და არც დარჩენის პრობლემა ასე თუ ისე რომ ერთი კვირით ჩავიდეს თუ კალათბურთი აინტერესებს ადამიანს მგონია რომ თან ესეთ პერიოდში ძალიან მაგრა დაეხმარება რა უნდა ყველანაირად რა мотиваცია მეტი არაფერი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და ალბათ ყველასთვის რომ უბრალოდ ბევრ შენს ქვეყნის წარმომადგენელს ხედავ თან უცხო ქვეყანაში რა და ბოლოს რა იქნება ნაკრებისთვის წარმატება შენი აზრით ამ ევრობასკეტზე აი ჩემი აზრით ევრობასკეტზე გასვლა უკვე წარმატება არის რა არ არის მარტივი ამბავი და წარმატება იქნება პირიქით რაც უფრო რეალური არის შანსები და ჩვენს უფრო რეალური არის მით უფრო შორს გავიდეთ უბრალოდ და ნუ წარმატება იქნება რომ იქედან ისე არ წამოვიდეს ნაკრები რომ რაღაცა კონდეს საანებელი რომ თითოეულზე ვიძახი აი ეს უფრო კარგად შეგვეძლო და ეს ჯობდა თუ რაღაც და უბრალოდ თავაწეული რომ იყოს ყველა იქედან ჩემპიონატი როგორც არ უნდა მორჩეს მაგის მიხედვით რა